ყველაზე დიდი სხვაობა, რასაც ვერ ვიგებთ ხოლმე, არის რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია და მინდა რომ გამოვიდე ფეხბურთელი, ეს განსხვავდება ერთმანეთისგან. ხო, ძალიან მარტივია. ფეხბურთის თამაში შეიძლება რაც ნიშნავს გაბრიელ. რომ ფეხბურთის თამაში შეიძლება, მაგრამ რომ შეიძლება რა აუცილებლად ფეხბურთელი გამოხვალ? ხო, მაგრამ შეიძლება ფეხბურთის თამაში არ შეგეძლოს დღეს და თქვა რომ მე ფეხბურთელობა მსურს მომავალში და გამოხვიდე. ესე იგი, ჩვენი მთავარი ნიჭი რა არის და სად არის, რაში უნდა გამოვიყენოთ? ბატონო? სწორი ხო ლუკა, შრომა. აუ ეს შრომაც როგორი მიზანმიმართული, რაღაცა მთელი დღე დილის 10-დან ღამის 12-მდე სტადიონზე ვარ და თამაშობ, ეს შრომა არ არის. შრომაში შედის რა? სკოლაში ისწავლო, სულ რასაც გიმეორებთ, რომ ეს ჩვენი სწრაფაზროვნება განმოვითაროთ. შედის ყვება, შედის ადრე დაძინება, სულ მაგას ვამბობ. დღეს შეიძლება იყოს ჩემპიონთა ლიგის საღამო ან საქართველოს ნაკრების თამაში და ხვალ შეიძლება შენ გქონდეს თამაში. ძალიან რთულია მოსასმენად, ხო, რას ქვია საქართველოს ნაკრების თამაშს არ უყურო, მაგრამ შენ თუ იცი რომ ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გაქვს, ადგები და გათიშავ ყველაფერს, ხვალინდელ დღეს ჩახურავ კარგად და მე გადაახო. აი ეს ყველაფერი იმ დონემდე უნდა მივიყვანოთ, რომ განახათრით ან ძალით ვაკეთებდეთ. გვინდოდეს და ვაკეთებდეთ. იქ თუ გინდა თამაში რომ მე ხალხმა შენ გიყუროს ტელევიზორში. აქ უნდა მიხედო ჯერ შენ თავს.